ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი და აქტუალური თემა ბაბუშერას აეროპორტის მშენებლობის საკითხია. სოხუმის აეროპორტი, რომელიც 31 წელია უფუნქციოდ არის, 59 წლიანი იჯარითა და განსაკუთრებული პირობებით რუს ინვესტორებს გადაეცა. ახლა ამ ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები უნდა დაიწყოს. აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ ტექნიკური ფრენები ივლისში, ანუ 4 თვეში იქნება შესაძლებელი, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ბაბუშერას მცხოვრებლებს აყრა და ტერიტორიის დატოვება არ სურთ. მათ არც ინვესტორის მიერ შეთავაზებული კომპენსაციები აკმაყოფილებთ. როგორც ბაბუშერელები ამბობენ, საკუთარ სახლებსა და მიწებში მათ მხოლოდ $29,000 თავაზობენ, რაც ხშირ შემთხვევაში სოხუმში ოროთახიანი ბინის ფასია. უკმაყოფილო აფხაზებს უკვე რამდენჯერმე შეხვდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პირველი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუღ ნანბა. აფხაზეთში მას უკვე შეარქვეს ჯანსუღ გადამსახლებელი. მართალია ეგრეთ წოდებული მინისტრი მოსახლეობის ტერიტორიიდან აყრას დეზინფორმაციას უწოდებს, თუმცა კომპენსაციის გაზრდის საკითხს მათთან ერთად აქტიურად განიხილავს. მსგავს შეხვედრებზე ისიც ირკვევა, რომ მოსახლეობას სახლების მიტოვების გარდა აეროპორტის სიახლოვეს ცხოვრების შიშიც აქვთ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ტერიტორია სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. რუსი ინვესტორი კი ბაბუშერას აეროპორტის რეკონსტრუქცია მშენებლობისთვის 6,5 მილიარდი რუბლის, ანუ $11 მილიონი დახარჯვას გეგმავს. ინვესტორი კი არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის რაშიდ ნურგალიევის ვაჟი გახლავთ. სოხუმის აეროპორტის ფართობი დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრია და ვარაუდობენ, რომ ის წელიწადში 3 მილიონ გზავრს მოემსახურება. დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის. აფხაზმა ოპოზიციონერებმა უკვე უწოდეს საინვესტიციო პირობებს კაბალური და ხელშეკრულებას მონური. გარდა იმისა, რომ ინვესტორი 25 წლით თავისუფლდება ყველანაირი საბაჟო გადასახადისაგან და ღებულობს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და იქ განთავსებულ შენობა ნაგებობებს, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აფხაზები ვალდებულები იქნებიან ინვესტორს აუნაზღაურონ ყველა ხარჯი, მათ შორის რუსეთის იურიდიული პირის მიერ, როგორც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე, ასევე ნაგებობის რეკონსტრუქციაზე გაწეული თანხები. ფაქტს აფასებენ ოფიციალურ თბილისშიც. საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია უცვლელია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვგმობთ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა ეს არ არის მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანხმედრაში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებთან, იცით რომ ჩვენ გვაქვს იკაოს-თან მჭიდრო კავშირი, საქართველო არის სრულფასოვანი წევრი საერთაშორისო გაერთიანების და მათ შორის დიალოგი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისე რომ ჩვენ ველოდებით სულ მხარდაჭერას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მხრიდან ამ საკითხში. აქტიური საინვესტიციო პროექტები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში, მის მილიტარისტულ და სამხედრო მიზნებს ემსახურება. ასე აფასებენ ქართველი პოლიტიკოსების სოხუმში აეროპორტის განახლების პროცესს. მათი განცხადებით, აფხაზეთი მსოფლიოსთვის საქართველოს ნაწილია და ტურისტული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით აეროპორტის მშენებლობის პროცესის განხილვა არასერიოზულია. დეოკუპაციის პროცესს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და იმის იმედი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანად მოვახდენთ მიუხედავად სხვადასხვა პროვოკაციების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მიწების წაღება, ოჯამჭირეში მშენებლობა და აეროპორტის მშენებლობა ეს აქტიური, ასე ვთქვათ, საინვესტიციო პროექტები, რომელსაც აფხაზეთში ახორციელებს რუსეთი, ეს მხოლოდ მის მილიტარისტულ ინტერესებს ემსახურება, რადგან ჩვენ არ გვინახავს აშენებული არსად რუსეთის მიერ. ის ყველგან მიდის და ანგრევს, მაგრამ ახლა თუ რა ამის მშენებლობა უნდა, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ მის იმპერიალისტურ და სამხედრო ინტერესებს ემსახურება.
ბაბუშერას აეროპორტი აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ადგილია. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ფრინავმა შეძლო ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაესვა, თუმცა ავიალაინერში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა, 92 კი დაიღუპა.